Get set, go. Got my eyes on the prize and you can't catch me. Kick it harder. Are you ready? Ready, steady. Get set, go. დღეს საქართველოს ვარსკვლავში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. კასტინგები დამთავრდა. 62 კონკურსანტს ოქროს ბილეთი აქვს. თითოეულ მათგანს დღეს ხელმეორედ მოუწევს დამტკიცება, რომ იმსახურებს ამ პროექტში დარჩენას. ისინი კიდევ ერთხელ იმღერებენ ჟიურის წინაშე და მოგვიანებით განაჩენს მოისმენ. მოხვდნენ თუ არა ფინალურ ათეულში. ჩვენი აზრები გაიყო. ისეთი იმედგაცრუება განვიცადეთ. ყველაზე ძალიან გაგვიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. გვიწევს უარეს თქმა. თუმცა მანამდე ვნახოთ კონკურსანტები, რომლებმაც ჯერ კიდევ კასტინგზე მიიღეს მტკიცე უარი. წარმოგიდგენთ საქართველოს ვარსკვლავის დიდი დათვის თანავარსკვლავიც. ღამისი ჩუმე გაფანტე, ჩემთვის ვარსკვლავი ანთე, საით წავიდე მასწავლე და ჩემთან ერთად მატარე. They make me crazy. They make me crazy. They make me crazy. Probably. Zadakhan, mi warkhan, shenakhan, otsneba chemi kedahi. میوارخان صداخان Hey Nicholas I got a man into left feet when he dances not to the beat I really think that you should know that you really go Does he brush up? I never brushed up He does nothing, the boy does nothing Dime si me recuerdes aún Solo con tocar tus manos puedo დაბრუნდება მიწაზე წყალობა გაიბნევა ცხივები თბილიმზის ამღერდება ჩემი თბილისი შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს ყოველთვის ყოველგან Kari Chris Kari Chris Kari Chris Kari Chris კასტინგის შემდეგ საკმაოდ დრო გავიდა. ოქროს ბილეთიანი კონკურსანტები მეორე ტურისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. და ბევრმა მათგანმა ეს მზადება თავად გადაიღო. მოემზადები საქართველოს ვარსკვლავის ფინალური ტურისთვის. ვეცდები არ დავიშოროთ ხალხონე და გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. თუ ამ პროექტში მოვხდი, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ჩემი ცხოვრება საქართველოს ვარსკვლავში იცვლის. Ditela beranega მოვედი დასვენებული დადებით ემოციებით სამსე და სრულ მზადყოფაში ვარ შემდეგი ტურისტი. მოკლედ ახლა მოვიდე საქართველოს ვარსკვლავზე და მოვიდე ვერ მოვიდე სახში აღარ შემიშვია. You're the one I love, you're the one I need. აქვს ძალიან დიდი სურვილი
მოვხდე ამ პროექტში. რომ მე ვეუფარინდოთ ხლეზე. საქართველოს ვარსკვლავი. როდესაც საქართველოს ვარსკვლავზე გადავიღე, იქ ცეკვაც გინდა, პლასტიკაც გინდა. იქ გავდის მოახდინე წარმატებას იამაყებს როგორც ჩემი ჯიხი, ისე ჩემი მეგობრები, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და დადგა დრო, როცა 62 გადასული კონკურსანტი კიდევ ერთხელ წარსდგება ჟიურის წინაშე. თითოეული მათგანი აცნობიერებს, რომ ყველაფერი დღევანდელ დღეზე არის დამოკიდებული. დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ყველაფერი დღეს გადაწყდება და იმედია კარგად გამოვა, რადგან ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ჯერა რომ ამ შანსს გამოვიყენე, ენერგიას არ დავზოგავ და მაქსიმალურს გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობით. ყველა ძალიან ღელავს. გუში მთელი ღამე არ მიძინია, ანუ თვალი ვერ მოხუჭე რა, ძალიან ნერვიულობ, ჩემ თავს ვერ ვცნობ. ბუნებრივია ალბათ ყველა ღელავს, იმიტომ რომ უნდა წარსდგეს ჟიურის წინაშე და საფინალო ტურია, ამიტომ ცოტა ნერვიულია. დაბნეული ვარ ძალიან. ჟიური უკვე ადგილზეა. ამ საპასუხისმგებლო დღეს ისინიც ძალიან ნერვიულობენ. დღეს მეორე ტურია და გაორმაგებული პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ფაქტიურად დღეს უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ მონაწილეების, რომლებიც მოხვდებიან ფინალურ შოუში. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს, იმ მნიშვნელოვანი იყო გუში და მნიშვნელოვანი დღეები გველოდება კიდევ წინ ბევრი და მე ძალიან გახარებული. ვინ გინდა შენ საქართველოს ვარსკვლავი 2012-ისთვის? აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რასაც დღეს უნდა თავი გავაკეთოთ. კონკურსანტები ჟიურის წინაშე რამდენიმე ჯგუფად წარსდგებიან. დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს. ძალიან ნერვიულობ, აი ძალიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნერვიულობა არ შემეშლის ხელს, რომ ჟიურის წინაშე ღირსეულად წავიდგენ. ველოდები სულ მოუწყებლად როდის შევალ და ნახოთ რა სულს. წესით ყველაფერი კარგად უნდა დამთავრდეს. ჟიურის წინაშე პირველი ჯგუფი შედის. ჯგუფი. გამარჯობა. თუ მზად ხართ, დავიწყოთ. კეთილი. ოთო მზად ხართ, გისმენთ? ჩვენ მზად ვართ. As the skies are blue, cloud is a white. ესეთი ვოკალური მონაცემების მქონე ხალხს რომ ვუყურებ, საერთოდ მინდება რომ გავუქრა და ამიტომ ნაკლებად მაქვს ჩემი თავის იმედი. Fall from the sky, I will survive. დროებით და გაშუქებებით. მოსაცდელში ნერვიული სიჩუმეა. ფინალამდე ერთი ნაბიჯია. ჟიურის წინაშე კიდევ რამდენიმე ჯგუფი წარსდგება. მადლობა. დიდი მადლობა ყველას. ყველასთვის თავისუფლები ბრძანდებით. დროებით ნახვამდის. მეორე ტური დასასრულისკენ მიდის. ბოლო ჯგუფის ჯერი მოვიდა. მობრძანდით ბატონოთ. უახცო ცხალი თევზები, ჭრეჭრელი კალმახები. ამაისი შენ კი ახარ და მელოდები. მადლობთ ლიკა და ეხლა სკამი ნუკრიდოლიძეს. წამოთვარე და ვიარო, შემოვიარო. თელი ღამე და ქუჩები გადავიარო. და გადავიარო. ნახვამდის, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას, ნახვამდის. კარგად ვიყავით. დროებით გემშვიდობებით. მეორე ტური საკმაოდ მხიარულ ნოტზე დამთავრდა. ადამიანებო, დიდი მადლობა სულ ყველას. არა ადამიანებსაც მადლობა.
მე მაინც მგონია რომ განდების დღეიდან აფიქრე, თუმცა ვფიქრობ რომ ჩვენ მაინც ეხლა ყველაზე დიდი შრომა გვაქვს გასაწევი. რას ნიშნავს ეხლა შრომა? ჩვენ უნდა კარგად გავიხსენოთ ყველა მონაწილე და ვიდაოთ ერთმანეთთან მე, ნინომ და ნინომ იმისათვის რომ საბოლოო შედეგამდე მივიღეთ. კი, რა თქმა უნდა, გემოვნების თანხმდება გვაქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც შესაძლებელია რომ რამდენიმე კანდიდატზე გქონდეს დავა, ღელვა და კამათი. ნახოთ. მე მინდა რომ ჩვენი არჩევანი უფრო მინდა რომ არ იყოს მცდარი. მაინც გული რაღაცა კარგს მიგრძნობს. მე თუ გადავალ ფინალში, მაშინ აუცილებლად აქ დავრჩები და აქ ვიცხოვრებ, რაც ჩემი ოცნებაა. რატომაც დარწმუნებული ვარ, რომ მოხდები სატელევიზიო პროექტი. პროექტი დიდს არაფერს არ დაკარგავს, მაგრამ ტელევიზია დაკარგავს, ცოტა მეტ შოუს მე თუ ვერ გადავედი. სულ მალე გავიგებთ რა გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ. თუმცა მანამდე წარმოგიდგენთ საქართველოს ვარსკვლავის წამყვანების ხიარული ეპიზოდების ტოპ 10-ს. მე ჩემ ნიკაპს ვინ დაიჭერს. მანეჯერ კაცნობა. რა შვები როგორ ახარ, საიდან ხარო? ალბათ პასუხობს, რამდენი წლის ვარ აქედან. არეტა საიდან იყო? ნახალოვკელია. Olei lalu lalio, olei lalu lalio. Yabadabudeo. ძალიან კაი გოგო, სულ ესე კი არ არის ხოლმე. ძალიან კაი გოგო, უბრალოდ ჩვენ მადაგაგობით და ნახე. Кушать такое. А ты знаешь, Гванца, вчера вечером мы с Лянкой гуляли там. Да, озеро, да? И там все наши вот эти родные мои друзья, Ленка, Овка. Ой, Наташка, привет. Привет. Вовдзандит. Камерчик. Гванца. Ай, გამის დავკარგე. Гванца. აბა, ფახუნა. იცი რა? დიდი რამდენიმე წელი არ გამოსულა კონკურსებზე და ესე იგი მანამდე გამოსულა. ანუ ამის გამოცდილება აქვს. მაგაზე პასუხი. ეკითხვა დაისვა და პასუხიც გაეცა. გვანცას კარგავ ნიშნავს. ძალიან კარგად არის. Ой, se ведёт калина поле уручья. Ой! Парня молодого полюбила я. Ой! გამარჯობა. არ გადავა ეს ჟიურის გადასაწყვეტია. იო. ვერ გადახვედი. ანი გადავიდა და თავი. დამღალე უკვე ხდები, აი, ნახე. ვარლალალი. დიქტატა გადავე და სვიდა. ფეხები მართლა დაგვისვალდა და თუ გინდა გადაიღო. მართლა არა. ყლაპოშია. რა, ლაპოში. ათუმის პიაცაზე ტლაპოში. ნუ შვები ეგრე, ნუ. შენ ნაღლა ხარ. რეკლამის შემდეგ პირისპირ შეხვედრა ჟიურისთან. თქვენი ფავორიტებიდან ვინ მოხდება ფინალურ ათეულში და ვინ მიიღებს ჟიურისგან არას? ჩვენ გვიწევს უარის თქმა. ბენდით სიყვარულით გეტყვით კის. საბოლოო განაჩენი საქართველოს ვარსკვლავში. აღარ მინდა რა. ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუ ცხელფაზაში შედის. სულ მალე გავიგებთ რა გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ. ეს ის ბილიკია, რომელსაც კონკურსანტი ჟიურისთან შეხვედრამდე გაივლის. ეს ყველაზე რთული გზაა, რომლის ბოლოს მისი ოცნება დასრულდება ან ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება. ჟიურიმ მძიმე გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა უფრო მძიმე ალბათ ამ გადაწყვეტილების მოსმენაა. საბოლოო განაჩენის დრო სწორედ ახლა დგება.
სიმბოლურია, რომ კასტინგების პირველი მონაწილე ლაშა მაღლაფერიძე ახლაც პირველი მოისმენს ჟიურის გადაწყვეტილებას. დამირეკეს სახლიდან, დედამ დამირეკა, რომ წადი ბათუმში კასტინგია. ქართული მიმღერე თუ კი გესიზმრები, ჩემი ქავერი. რეიზა გამირბი. მოგერუნდა ძალიან ჟიურიც და რომ გამოვიდიოდი მესმოდა ხმა, რომ ღეროდნენ ისინი. გადამიყვანეს შემდეგ ტურში. მეორე ტურში მოვედი არტის მხიარულად და არც ისე დარწმუნებული ჩემ თავში. მაგაბრურებული ვიყავი შემოსა. ნერვიულობა დამეწყო რომ დავიწყე სიმღერა მაშინ. იმიტომ რომ მივხვდი რომ აზრი არ ქონდა რასაც ვეროდი, მე ავიბენ ტექსტი დამავიწყდა რა. რას ვეროდი მე თვითონ აღარ ვიცოდი. ლისბი უცებ დამემთავრებია რომ დავიწყე. გულსაწყვეტია რომ ფიზიკურად არ შემეძლო, არ შემიწყო ხელი ჯანმრთელობა. საინტერესოა ჟიური რას მეტყვის, თუმცა ვიცი რასაც მეტყვის წინასწარ, იმიტომ რომ ვერ ვიმღერე. გამარჯობა ლაშა. მოგეთ პირველი მონაწილე იყავი კასტინგის, შენ გახსენი კასტინგი და ძალიან დაგვამახსოვრდი და ძალიან მოგვეწონე. ისეთი კარგი ენერგეტიკა მოდიოდა შენგან, რაღაცა დრაივი, კონტაქტში ძალიან კარგად შემოდიოდი. ძალიან დიდი შანსი მქონდა ძირითად ათეულში მოხვედრის. მაგრამ ისეთი იმედგაცრუება განვიცადეთ სამივე. ყველაზე რთული ჩემთვის იყო თქვენთვის ამ გადაწყვეტილების გაჟღერება. ეს არის არა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაქვთ ქარიზმა, იმიტომ რომ მთელ ჩვენ საგადამღებო ჯგუფს შეაყვარეთ თავი. ბედნიერებას გისურვებთ. სამწუხაროდ ლაშა მაღლაფერიძე ფინალურ ათეულში ვერ მოხვდა. გადავედი. როგორი ადამიანი ხარ, გული გაუსტყდად. რო გადავსულიყავი, ცოტა ეჭვი შემეპარებოდა ჟიურის გადაწყვეტილებაში, იმიტომ რომ აშკარად არ ვიყავი გადასასვლელი შემდეგ ტურში. შემდეგი მარიამ რომელაშვილია. გახსოვთ ალბათ ევროვიზიიდან 5 წლის წინ გვასახელა მარია. პირველი კასტინგიდან მოვედი. როგორც კი შევდგი ფეხი და დავინახე ჟიურის სამივე წევრი, რაღაცა გული ავომივარდა თითქოს. ნიკოლოზ რაჭოლმა მითხრა, რომ მე ქერისი სიმღერა, რომელიც მე შევასრულე, არ უნდა და იმ ტონალობიდან მევღერა, რომელიც ან მე ავარჩია. და მთხოვა, რომ შემასრულებინა თვითონ მერაია ქერის ტონალობიდან. შევასრულე საბედნიერო ძალიან კარგად. პირველ ტურში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეორე ტურში, რა თქმა უნდა, იყო დაძაბულობა უფრო მეტი. და ვიმღერე ცნობილი ქართული სიმღერა, მაგრამ რაღაც მე ტექსტი ამერია თუ მელოდია ამერია, მოკლედ ჩემებურად გადავაკეთე და რავი, რაღაც საშინელება მომივიდა ერთ სიტყვით. ჟიურს არ ეტყობოდა საერთოდ სახეზე რეაქცია, ანუ მოეწონათ, არ მოეწონათ. ლოგიკურია, რომ ძალიან ნერვიულობ, ძალიან. არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ და ნახოთ. როდესაც მე პირადად დავიწყე მუშაობა საქართველოს ვარსკვლავზე, ჩემი შემოქმედებითი პრინციპები მქონდა, რაშიც აბსოლუტური კონსენსუსი იყო ჩემს კოლეგებს შორის. და ამ შემოქმედებით პრინციპებში ერთ-ერთი მთავარია სიმღერის ის მანერა და ის თვისებები, გემოვნების სიმღერის ხასიათის, რომელთან მიმართებაშიც თქვენი ორივე ტურის გამოსვლა იყო სრულიად განსხვავებული. ისეთი, როგორცაც ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვეძებთ და მაინდა-მაინც არც ვხიბლავს. და ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ გვიწევს თქვენთვის უარის თქმა. მარიამი ფინალისტი ვერ გახდა. მისი მონაწილეობა საქართველოს ვარსკვლავში დამთავრდა. საბოლოო გადაწყვეტილების მოსასმენად არტისტული სალომე ცუხიშვილი მიდის. სრულიად მოულოდნელად გადაუწყვეტა საქართველოს ვარსკვლავის კასტინგში მონაწილეობის მიღება. რომ როდესაც უკვე ჟიურის წინაშე წარვდექი, ნერვიულობა მიმატა. როდესაც დავასრულე სიმღერა, არ ველოდებოდი თუ სამივე წევრი კისმ ეტყოდა.
მეორე ტურში გაცილებით უფრო მეტად ვღელავდი ვიდრე პირველ ტურში. ერთი ნაბიჯი გამაკლდა ფინალში მოხვედრამდე. როდესაც ვიმღერე ჩემი თავის ხელში აყვანა, გამიჭირდა, ხელი შემიშალა ღელვამ და ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი ჩემი თავით. ჟიურის გადაწყვეტილება ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის ჩემს ცხოვრებაში. არის რა თქმა უნდა შანსები ძალიან დიდი, რომ დავრჩეთ თამაშ გარე. გამარჯობა. დავრძანდი. ძალიან თეატრალური ხართ. მუსიკალური ხართ. რა თქმა უნდა არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მიქცევას უფრო მეც ვიდრე მუშაობას, იმიტომ რომ თქვენი ცით რა როლს თუ გამოეთიშები ერთი წამით, ძალიან დიდი უნარი უნდა გქონდეთ, რომ შემდეგ ის ბალანსში აღადგინოთ. ჩვენ მოვისმინეთ პირველი ტური, მოვისმინეთ მეორე ტური, თქვენ მეორე ტურში გიტარა დაამატეთ და ძალიან ეფექტური იყო ეს. ამიტომ ჩვენ დიდი სიყვარულით გეტყვით კი. გავგიჟდები? გაგიჟდი. ეს გვინდა ზუსტად. და რაც თავარია, თვალები არ დახუჭო. ფილარმონიის ბოლო რიგიდანაც გამოჩნდება შენი თვალი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წადი. კარგად. ესეც პირველი კი. სალომე ცუხიშვილი ფინალური ათეულის პირველი წევრია. გადავედი. ფინალში მოხვდა მომდევნო 4 კონკურსანტიც. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ თქვენზე და ჩვენ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გადაგიყვანოთ როგორც დუეტი. თქვენი ტკბილი ხმის, თქვენი შინაგანი ლამაზი სამყაროს გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ გადახვიდეთ ფინალში. დიდი მადლობა. გადახვედი? შეუერთდი ჩემი მეგობრების და კოლეგების აზრს და გილოცავთ მოხვდით პროექტში. წადით გაახარეთ თქვენი მეგობრები. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ძალიანაც მოუხდებით ჩვენს პროექტს. გადაწყვეტილება მიღებულია, ათეულში ხართ ანი გილოცავთ. ამჯერად ძალიან დიდი მადლობა ყველას. ჯულია ვეტისიანი ძალიან ნერვიულობს. ნახოთ რა ეტყვის მას ჟიური. პირველი ტურისთვის ძალიან კარგად მოვემზადე. თითქმის არ ნერვიულობდი, იმიტომ რომ ჩემ თავში ვიყავი დარწმუნებული. როდესაც შევედი და ჟიურის წინ დავდექი, ცოტა ვინერვიულე. როდესაც მოვჩი სიმღერას, ჟიურიმ ძალიან ბევრი კარგი რაღაცები მითხრა, ძალიან გამიხარდა და დავიწყე სერიოზულად მომზადება. პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ბოლო ტური იყო. ჟიურის წინ რომ გავედი, ვინერვიულე და ცოტა შემიშალა სიმღერაშიც. მე ძალიან მიყვარს სიმღერა და ჩემი ოცნება ვიდგე დიდ სცენაზე. ძალიან მინდა ამ პროექტმა ეს ოცნება ამისრულოს. არ ვიცი რა მოხდება, გადავალ თუ არა. ჯული, ნამდვილად მოვიხიბლეთ თქვენი მუსიკალურობით, როდესაც გამოხვედით პირველ ტურში. მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე დავსხედით საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად, იქ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი ტიპის მონაცემები სხვა მონაწილეებთან უფრო მეტი აღმოვაჩინეთ. სამწუხაროდ მიუხედავად ჩვენი ძალიან ბევრი დადებითი შეფასებისა და ჩვენი პატივისცემისა და სიმპათიისა, სამწუხაროდ გვიწევს ჯული გითხრათ უარი და წლევანდელ საქართველოს ვარსკვლავში სამწუხაროდ ვერ გადაგვყავხართ ძირითად შევარდნილ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ერთადერთი მონაწილე,
ყველაზე ძალიან გაგვიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ძალიან დიდხანს საუბრობდი. გულიც დაგწვდა. ძალიან დაგწვდა გული და იმედია რომ ჩვენ არ გვიწყენ პროფესიონალური გაგებით მიემოეკიდებით ჩვენ ამ პასუხს და ჩვენთან იმეგობრებს. სხვა დროს და სხვა ადგილას შევხვდებით. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად. ახონდის ჯული, პატარა 16-ისა. ჯული ტოვებს პროექტს. სამწუხაროდ მან ათეულში ადგილი ვერ მოიპოვა. ჟიურისთან ფეხბურთელი მანანა ვეკუა შედის. თამაშობ ფეხბურთს, ჩემი გუნდის მონაწილეები დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ვარსკვლავში და მხარი დამიჭირეს. ჩემი პირველი დღე ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დღეს უნდა გავცნობოდი ჟიურის წევრებს. მანანა ვეკუა 16 წლის. სოფელი რი? ე. მე მიმღერე პირველად ადელის სიმღერა. ჟიურის წევრები ბოლომდე არ დარჩნენ კმაყოფილები. მეგონა არ გადამიყვანენ, მაგრამ მომცეს მეორე შანსი და მითხრეს რომ მემღერა იავნანა. იავნანა. ეს ჩემი ბოლო შანსი იყო, ამიტომაც ჩავდე ყველაფერი ამ სიმღერაში და ძალიან მოეწონა და ამან განაპირობა ის რომ გადავედი შემდეგ ტურში. ერთი ამბავი იყო, თელ სასტუმროს მოედო და უკეთ ენერგიით ავუსე მესი ამოვნა ყველაფერი. მეორე ტური ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მასზე იყო დამოკიდებული მოხდებოდი თუ არა პროექტი. ჟიურის წევრები არავლებდნენ თავიანთ ემოციებს, ამიტომაც მე არ ვიცოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი. მეტნაკლებად ვიყავი ჩემი თავით კმაყოფილი. თუ არ გადამიყვანეს ფინალში, მაშინ მივატოვებ სიმღერას და ვიფიქრე რომ არ გამომდის ეს საქმე და გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს. მანანა. რეკლამის შემდეგ. რა უთხრა მანანა ვეკუას ჟიურიმ? ამან ცოტა დაგვაფიქრა შესრულების მანერის ან უკეთ ხასიათის ერთფეროვნებაზე. ფინალურ ათეულში 5 ადგილი უკვე შევსებულია. ამ საოცარი თვისებების გათვალისწინებით თქვენ გადაგიყარით ფინალში. მთელი გულის წუხარ მიწევს გითხრათ უარი. ვინ მოხდება დარჩენილ ხუთეულში და რა გადაწყვეტილების მიღება მოუწია ჟიურის? ამ ერთ მეათე ადგილზე ჩვენი აზრები გაიგო. გაიცანით საქართველოს ვარსკვლავის ფინალისტები. ჟიურისთან პირისპირ შეხვედრა გრძელდება. მანანა ვეკუა განაჩენის მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან კაფიოთ დასამახსოვრებელი იყავით მთელ აი ამ საკონკურსო მარათონში, თქვენთან ერთად აგრეთვე იყვნენ ძალიან ნიჭიერი გოგონები, რომლებსაც ჰქონდათ ხმა, ჰქონდათ მონაცემები, საიმისოთ, რომ ისინი ყოფილიყვნენ კონკურსის ფინალურ შემადგენლობაში. მაგრამ როდესაც ჩვენ დავსხედით და ვიმსჯელეთ მეორე ტურის შემდეგ, თუ პრიორიტეტი ვის მიენიჭებოდა, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გავამახვილოთ ყურადღება მკაფიოდ გამოხატულ ხასიათზე, ინდივიდუალურ ხასიათზე, არა მარტო ვოკალში, არამედ სახასიათო გმირი, რომელსაც ჩვენ შევქმნით ჩვენს კონკურსში. და მივხვდით, რომ ესეთი სახასიათო გმირი თქვენ ბრძანდებით. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს ვარსკვლავის ფინალისტთა შემადგენლობის წევრი. ვაი. გამიმაცე გადასულია. ვერ გაიგო. აი მე დიდი მადლობა. გადასული თან მოხვედრილი ხარ ასტრას გინდა. მანანა ძალიან ბედნიერი. ის მე-6 ფინალისტი გახდა. აი მე. აი გადავედი. გილოცა, ზუგდიდი, გილოცა. ფეხბურთელი ფინალშია. ბილიქს ემა პოღოსოვა მიუყვება.
მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი სამსახური, ამ პროექტს მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემ ცხოვრებაში. ძალიან მინდა რომ ხალხმა გამიცნოს და მიმიღოს როგორიც ვარ. ამ პროექტში ჩემი გამოვლილი გზა იყო ძალიან ემოციური. მოვედი პირველ ტურში. Attention please. Be my flight number 929. ყველას ძალიან იმაზე ვნერვიულობდი, რომ და შემესრულებინა ნინო ქათამაძის სიმღერა. მე შემოვთავაზე ჩემი ვერსია გეძახი გამიღე და მოეწონა ძალიან გამიხარდა. შევეცადე რომ მეორე ტურისთვის მომზადებულიყავი ძალიან კარგად. ვიცოდი წინასწარ რომ ეგ იყო უკვე გადამწყვეტი მომენტი. ამიტომ მხოლოდ სიმღერაზე ვფიქრობდი და ვფიქრობდი რომ ეს ძალიან კარგად გამეკეთებინა. თუ მოხვდი ამ პროექტში, ჩემი ოცნება ასრულდება. გამარჯობათ. ემა. ერთადერთი მონაწილე ხართ, რომელიც ხართ განსხვავებული ჩაცმის სტილით. გულისხმობ, რომ ის რა მუსიკას თქვენ მოგწონთ, ამ მუსიკას რა ენერგიაც ახლავს, აბსოლუტურად გამოიხატება თქვენს ვიზუალურ ჩაცმულობაში. ძალიან ბუნებრივია ყველაფერი, რაც თქვენში ხდება, არაფერი არ არის ყალბი. ეს ძალიან დასაფასებელია. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ სხვა რეპერტუარი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მოსინჯოს ჩვენმა მონაწილეებმა, როგორ მოირგებთ, მე არ ვიცი. ყველა დადებითი ჩამონათვალის გათვალისწინებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში, ამ საოცარი თვისებების გათვალისწინებით ჩვენ გადაგიყვანეთ ფინალში. არა შეიძლება ისევე იცოდა როგორც გაცლია ხა. ყავი შარია გოგოს ერთ შეერთება ისეთი. კარგი, მართლა არაფრის. ნახვამდის. ყურადღება. ემა პოღოსოვა საქართველოს ვარსკვლავის ფინალშია. გილოცავთ. ყურადღება, ემა ფინალშია. გილოცავთ, თელი გულით და სული. შემდეგი ოტო ბერიშვილია. რომანტიკულ ბიჭს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. როცა პირველ ტურში ჟიურისთან წავსდექი, პრინციპს საერთოდ არ ვნერვიულობდი თითქმის, მაგრამ ძალიან ვღელავდი იმ ადამიანებზე, ვინც გარეთ მელოდებოდნენ, ძალიან ნერვიულობდნენ. ვიმღერე მამუკა ჩარკვიანის ირინოლა. შენზე უსაყვარლეს. მე მანიშვილმა მითხრა, რომ ამ წამამდე ვინც ყავს მოსმენილია, ყველას ძალიან მომეწონებოდა, რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა. მეორე ტური უფრო საპასუხისმგებლო ტური იყო, გაცილებით კარგად უნდა მომზადებულიყავი, მაგრამ აბსოლუტურად პირიქით მოხდა. როცა სიმღერა დავასრულე და ჩემ ადგილას დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ დამთავრდა ჩემი ამ პროექტში მონაწილეობა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. გამარჯობათ. დაბრძანდით. ოთო, პირველ ტურში თქვენმა შესრულებამ გარკვეული ესეთი რომანტიული განწყობა შემოიტანა. მეორე ტურში იგივე ესეთი რომანტიული ხასიათი წამოვიდა, ამან ცოტა დაგვაფიქრა შესრულების მანერის ან უკეთ ხასიათის ერთფეროვნებაზე. მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ჟღერს ასე, რომ ასეთი ტიპაჟი ჩვენ გვჭირდება პროექტში. გილოცავთ და აღარ დაგაყოვნეთ გაიქეცით თქვენ შეყვარებულს ახარით რომ საუკეთესო ათეულში ხართ. მადლობა. ოთოს გულშემატკივრებთან კარგი პასუხი მიაქვს. ის მერვე ფინალისტია. გადახვედი. ფინალისტობას გილოცავ. გამართლა, შენი გულშემატკივრების სიმეტები. დიდი მადლობა. ჟიურისთან ბათუმის კასტინგების ტრიუმფატორი ქეთი თურქაძე მიდის. რამდენიმე წამში ის საბოლოო განაჩენს მოისმენს. ბათუმის კასტინგზე მარტო მივედი.
არ ვიცი რის იმედი მქონდა, არ მახსოვს რას ვფიქრობდი, უბრალოდ ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი იდგა ჩემს ცხოვრებაში. ნინო ქათამაძემ მითხრა, მე ბანს მოგცემ და შენ თუ შეგიძლია იმპროვიზირებულად რამე წაიმღერე. და მთელი გულით რაც მომდიოდა, რაც კი შიგნით მქონდა დაგროვებული, ყველაფერი წამოვიღე და რაღაც გაურკვეველ ბგერებს მღეროდი. ალბათ საუკეთესო, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში ნინო ქათამაძის თვალები. ვერ აღწერ იმ ემოციას, რაც მაშინ ჩემთან ხდებოდა. პირველ ტურში მე მქონდა იმის საშუალება, რომ ჟიურისთან უშუალოდ კონტაქტი მქონოდა, გვესაუბრა, მაგრამ მეორე ტურში ძალიან მკაცრები იყვნენ. ძალიან 5 მონაწილე შევედით და უბრალოდ მითხრეს, რომ გისმენთ. I got all my life to give, I'll survive, I will survive, yeah, yeah. სამწუხაროდ ვერ მიმღერე, ისე, როგორც უნდა მემღერა. ძალიან ნერვიულობ, არ ვიცი ჟიური რას მეტყვის. ერთი ნაბიჯით და ჩემი ოცნება ან ასრულდება, ან ვერ ასრულდება. გამარჯობა. გამარჯობა. აბსოლუტურად. კეთი, მართლა დიდი სიამოვნება მოგვანიჭერს პირველ ტურში გამოხვედით. თქვენი ნამღერის თამბეჭი დავიღო, მე მახსოვს ნინო მოგცათ რაღაც ბანი და თქვენი იმპროვიზირება მოახდინეთ. პოზიტიური იყო თქვენი გამოსვლა, გარკვეული იმედებით წარმოიშვა სამივე ჩვენს შორის. მაგრამ მეორე ტურში თქვენი გამოსვლა უკვე აღარ იყო თამბეჭი. მეორე ტურში თქვენმა გამოსვლამ დაკარგა ის ფერი, რითაც თქვენ აღაქვრთოვანეთ დასაწყისში და აი ეს ჩვეულებრივობა, რომელიც გარდაისახა თქვენი არაჩვეულებრივობიდან, ჩვენთვის გახდა მიზეზი იმისთვის, რომ სამწუხაროდ გითხრათ უარი თქვათ. ფავორიტი ფინალს მიღმარჩება. კეთი თურქაძე პროექტს ტოვებს. ძალიან დამწყდა გული, სამწუხაროდ ვერ გავედი. და მე მაინც გავხდები საქართველოს ვარსკვლავი. სამწუხაროდ ჟიურისგან უარი კიდევ ბევრმა კონკურსანტმა მიიღო. თქვენ ვერ შეძლებთ დაგემტკიცებინათ, რომ ის რაღაც ქარიზმა გაქვთ, რითაც შეძლებთ ჩვენს მოხიბლას და თქვენი მონაცემები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ საბოლოო ათეულში გაგდაგვეყვანეთ. რის გამოც სამწუხაროდ და მთელი გულით ვწუხარ, რომ მიწევს გითხრათ უარი. მართლა არ ველოდებოდი გადასვლას. ვიცოდი რომ არ გადავიდოდი. ქაოსია სრული. გინდ თავში, გინდ გულში. სრული ქაოსი. რამდენჯერაც იმედი დამისახა, იმდენჯერ და მე მსხვას რომ აღარ მინდა რა. всё. ფინალურ ათეულში ცოტა ადგილი რჩება. ნახოთ თუ გაუმართლებს თაკო ვადაჭკორიას. ესე იგი, საერთოდ კონკურსებზე ყოველთვის არ ვიცი, თავს ვიყვებ. ამჯერად მაინც გადავწყვიტე. როდესაც პირველად შევედი მათთან, მართლა ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ მაინც მოვახერხე ეთყობა რაღაც ისეთის ჩვენება, რაც რამაც განაპირობა ის, რომ არ გადაწყვეტეს, რომ შემდეგ ტურში გადავსულიყავ. რო გამოვედი, მახსოვს უბედნიერესი ვიყავ. როცა გადავედი მეორე ტურში უკვე შემეშინდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ 100 მაგად მეტი უნდა მეჩვენებინა ვთქვათ, ვიდრე პირველ ტურში ვაჩვენე. ყველაზე ცუდი და დამთრგუნველი მეორე ტურში იყო ის, რომ ჟური არ გაფასებს. ღერი, მადლობთ, თავისუფალი ხარ და ელოდები პასუხს. ძალიან დიდი ხანია ეს არ მინერვიულია რაღაცის მოლოდინში. ძალიან მინდა ამ პროექტში მოხვედრა. გამარჯობა. აკო ჩვენ ახლა უნდა საბოლოო შეფასება გითხრათ და
გაგაგებინოთ ხართ თუ არა ჩვენს პროექტში. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ პირველი და მეორე ტურის შედეგებს ძალიან დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით. შთაბეჭდილება პირველსა და მეორე ტურის განმავლობაში იყო თანაბარი. თავარი არგუმენტი, რითაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, იყო მაინც ის რაღაც შინაგანი სამყარო, საინტერესო, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ თქვენში და ის ხმის სიძლიერეც, რომელიც ამ სამყაროს თან ახლავს. ნინომ და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ გადახვიდეთ ძირითად შემადგენლობაში და გახდეთ საქართველოს ვარსკვლავის ფინალისტი. გილოცავთ თაკო. გილოცავთ. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ საუკეთესოდ ათეულში მოხვდით. მე მგონი ამდენი კაი ხანი არ მიტერია, რაც სტურები ვიტირე. აღონ ბედნიერებისგან ძალიან დიდი მადლობა. გელოდებით ის სცენაზე. ბედნიერების ცრემლები კიდევ ერთხელ. თაკომ ფინალურ ათეულში მე-9 ადგილი მოიპოვა. ათეულში მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა. გადაწყვეტილებას კი ორი კონკურსანტი, ლუკა ზაქარიაძე და ნატო ცხაკაია ელოდება. რომელი მათგანი მოხვდება ფინალში? გამარჯობათ. დავზან. ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენი პირველი ტური. ესე მახსოვს მე. განსაკუთრებით, როდესაც ქართული ხალხური სიმღერის მონაკვეთი შეასრულეთ. ჩვენ რა თქმა უნდა უყოყმანოთ გადაგიყვანეთ მეორე ტურში. მეორე ტურის დასაწყისში ის მოლოდინი თლათ არ გამართლდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დავდექით. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მინდა აღვნიშნო და გითხრათ ის, რომ აღფრთოვანებულები ვართ თქვენი ხასიათის სიმტკიცით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ცივი გონებით გადაგვედო ის ისტორიები ყველაფერი გვერდზე და შეგვაფასებინა როგორც მუსიკოსი, როგორც შემსრულებელი. ყავდა უკვე შერჩეული 9 ძირითადი კონკურსანტი და რჩებოდა 1 ადგილი. და ამ 1/10 ადგილზე ჩვენი აზრები გაიყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი საკონცერტო დღისთვის მე-10 კონკურსანტი ჩვენმა საზოგადოებამ შეარჩიოს 2 ადამიანს შორის SMS-ების საშუალებით. ჩვენ თქვენს შემდეგ ეტაპს დაუთმობთ მაყურებელს, ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ იყოთ ერთ-ერთი ფინალისტთაგანი, რომელიც საბოლოოდ ფინალში უკვე საზოგადოების სამსჯავროზე გასვლის შემდეგ მათი შეფასებიდან გამომდინარე მოხვდება ძირითად ათეულში. წარმატებები. მაშასე, შანსი ორივე მათგანს ეძლევა. მე-10 ფინალისტს საქართველოს ვარსკვლავის მაყურებელი გამოავლენს. ახლა მთავარია ვის აირჩევს ხალხი? ნატოს თუ ლუკას? უგულშემატკივრეთ პირველ კონცერტზე აუცილებლად.